ებოლას ვირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა შეერთებულ შტატებში ტეხასის შტატში საშიში ინფექციით იმ საავადმყოფოს მეტად დაინფიცირდა, სადაც ებოლას ვირუსით დაავადებული პირველი პაციენტი იყო მოთავსებული. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს უსაფრთხოების ტექნიკის წესების დარღვევამ გამოიწვია. დალასის საავადმყოფოში მედიკოსების ბრიგადა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ტომას დუნკანთან ჰქონდა კონტაქტი, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მედის დაინფიცირების მიზეზების დასადგენად დეტალური გამოძიების ჩატარების ბრძანება გასცა. პარალელურად ბოსტონის საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ლიბერიიდან ჩასული მამაკაცი მოათავსეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით ებოლას ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4000 გადააჭარბა, ხოლო 8400 დაინფიცირებულია. სამწუხაროდ შესაძლებელია, რომ უახლოეს დღეებში ებოლას ვირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდეს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ საავადმყოფოს თანამშრომლებმა, რომლებიც დაავადებულებს უვლიდნენ, შესაძლოა უსაფრთხოების წესები არ დაიცვეს.